დღეს გამთენიისას მიუნხენის კონფერენციიდან საქართველოში დაბრუნებულ პარტია გახარია საქართველოსთვის ლიდერს გიორგი გახარიასა და გერმანიის ყოფილ ელჩს ელგუჯა ხოკრიშვილს თბილისის აეროპორტში შეურაცხყოფა მიაყენეს და კვერცხები ესროლეს. თავდასხმის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელებში ქართულ ოცნებასთან აფილირებულმა გვერდებმა გაავრცელეს. USAID აღარ გაფინანსებთ ბატონო გიორგი, ეხლა გადაწყვიტეთ რომ ევროპას ემათხოვროთ? აგენტი ხართ და ქვეყნის მოღალატე ხართ. ქვეყნის მოღალატე ხართ ბატონო გიორგი. უპრინციპო ესეთები ხარ ჯერ პარტია გახარია საქართველოსთვის ცნობით გამთენიისას ივანიშვილმა მათი პარტიის ლიდერს წინასწარ ორგანიზებული პარტიული ზონდერ ჯგუფი დაახვედრა. როგორც პარტია გახარია საქართველოსთვის აღმასრულებელმა მდივანმა ბერდიას სიჭინავამ ბრიფინგზე თქვა, ზონდერ ჯგუფის წევრები სპეცსამსახურებთან კოორდინაციაში მოქმედებდნენ. მისი თქმით, რეისის შესახებ ინფორმაცია თავდასხმაში მონაწილე პირებმა სწორედ სპეცსამსახურებისგან მიიღეს. გიორგი გახარიას და ჩვენს თანაგუნდელ ელგუჯა ხოკრიშვილს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში წინასწარ მომზადებული პარტიული ზონდერ ჯგუფები დაახვედრა, რომლის აგრესიასაც აბსოლუტური უმოქმედობით ხელს უწყობდა ადგილზე მყოფი ივანიშვილის და ოცნების პერსონალურ მსახურად გადაქცეული პოლიცია. საგულისხმოა, რომ პარტიული ზონდერ ჯგუფის წევრებს სპეცსამსახურებისგან წინასწარ ჰქონდათ ზუსტი ინფორმაცია, რომელ ავიარეისს უნდა დახვედროდნენ და მათთან ერთად კოორდინაციაში მოქმედებდნენ. ზუსტად იცის ივანიშვილმა, რომ გიორგი გახარია პერსონალურად მას არ აპატიებს საქართველოს ღალატს და სწორედ ამიტომაა მასზე ასე გადამტერებული. ეს ისტერია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის შედეგია, სადაც წელს პირველად საქართველოდან არც ერთი ოფიციალური პირი არ ყოფილა მიწვეული, ხოლო ქართველი ხალხის ინტერესს გიორგი გახარია და სალომე ზურაბიშვილი წარმოადგენდნენ. ივანიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის შედეგებს აუცილებლად გამოსცდის საკუთარ თავზე.